ხედავთ, ეს უცნაური მეთოდია იმის გასარკვევად, რამდენი ადამიანი უჭერს ისლამს მხარს. უბრალოდ ქუჩაში ძაღლით, სიარულით და იმის ყურებით, ვინ როგორ რეაგირებს. ჰეი, მე შევედი და მე შენ რა ხდება? ეს მხოლოდ იმაზე არ არის, რომ ბევრ მუსლიმს ძაღლები ძალიან უჭერს. ეს ადამიანებზეა. რატომ არ იციან მათ, როგორ აკონტროლონ თავიანთი ძაღლები? ეს არ ეხება იმას, რომ ისლამისტებს არ უყვართ ძაღლები. არა, რა თქმა უნდა, ესე არ არის. თუ ქალები არ გადარდებს და ბავშვები არ გადარდებს, მაშინ იქნებ, უბრალოდ იქნებ. ჰიტლერის მსგავსად ძაღლები გაინტერესებს. რადგან ეს ვიდეო ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელდა, სადაც ქალი, კარგი მუსლიმი ქალი აშკარად, უარს ამბობს აუტიზმის მქონე ქალის დახმარებაზე. იმიტომ რომ მოითმინეთ მეგობრებო, მას ჰყავს დამხმარე ძაღლი. მინდა შენგან განმარტება, რატომ უარყოფ ამ გამოკითხვებს? უნდა დადოთ, არ ინერგიულოთ, არ ვიცი. ნახე. არ გსურთ კამერაზე ყოფნა, რადგან იცით, რომ რასაც აკეთეთ სწორი არ არის. გულისხმობ, არ ვიცი ამ ხალის პროფესია რა არის, მაგრამ თუ მისი საქმეა იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც აუტიზმი აქვს და დაღლი ყავს, მაშინ ალბათ უნდა ქონდეს ასეთი მგზნობელობა. მაგრამ აი რას არიციან ადამიანები? ისლამისტებს კატეგორიულად სძულთ ძაღლები. ისინი მათ ძალიან ეშინიათ, მათ ჰარამად მიიჩნევენ. მათთვის ძაღლები საშინელ რამედ ითვლება მათ საზოგადოებაში. ისინი არა მხოლოდ საზიზღრად ეპრობიან ძაღლებს, არამედ უბრალოდ ვერ იტანენ, როცა ძაღლები მათ გარშემო არიან. და ისინი დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ჩვენ საზოგადოებაში იმ ნაწილებს დაესხან თავს, სადაც ძაღლების სიყვარულს ეიმობენ. რადგან ძაღლები ყველაზე საყვარლები და საუკეთესოები არიან და ამას ყველა ვისაც გული აქვს იცის. არ დადო ეს იქ. ამას არ გავაკეთებ. კარგი, რასაც ახლა აკეთებ, სწორი არ არის. კარგი, დამიძახე გიჟი. არ ვიცი რა პროფესიონალია ეს, მაგრამ მე მგონია, რომ რაღაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ანუ ის რეალურად უარს ამბობს ვინმე სამედიცინო დახმარებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ძაღლი ყავს. დიახ, შემიძლია. ეს საჯარო სივრცეა. ჩვენ უნდა დავადასტუროთ რა არის ეს. ის დამხმარე ცხოველია. იმიტომ რომ როგორც გითხარით მე მოქვს აუტიზმი და მეტი არაფრის თქმა არ მჭირდება. ჭირდება ყველა პასუხის გადამოთმება, სანამ დავადასტურებ, ნებადართულია თუ არა ეს. ასე რომ რასაც თქვენ აკეთებთ არ არის უკანონო. შემიძლია პოლიციას დავურეკო. მარშ, გააგზელეთ, ასე რომ საჯარო ადგილას ჩაწერის უფლება მაქვს. არაფერს ვაკეთებ უკანონოს. თქვენ ხართ ის, ვინც არ ღვევს კანონს. ხედავთ, ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებენ. თქვენ ხართ პრობლემა. ჩვენ ვართ აქ მსხვერპლი. თქვენ საჯარო ადგილას ჩაწერის უფლება გააქვთ და ასევე ნებადართული გაქვთ ყავდეთ დამხმარე ძაღლი. სრულიად ნორმალურია. დიახ, ეს ნორმალურია, რადგან ეს სიმართლეა. თუ გსურთ ჩაწერა, ეს სრულიად ნორმალურია. ეს პრობლემა არ არის. მაშ, რატო ამბობთ, რომ კანონს ვარ ღვევ, როცა ვიდეოს ვირებ? იმიტომ რომ მას მსხვერპლის როლის თამაში უყვარს. აი ამას აკეთებენ ისინი. ეხლა რაც საინტერესოა ისაა, რომ ეს მხოლოდ ერთ სფეროში არ ხდება, არამედ ყველგან ვხედავთ ამას. ისინი ძაღლებს ვერ იტანენ და ძაღლების წინააღმდეგ იბრძვიან. არის ერთი ქალი, რომელიც ისლამისტებს ტროლავს და მსოფლიოს უმტკიცებს, რამდენად ცუდია მდგომარეობა და რამდენად სავსეა ქუჩები ისლამისტებით. უბრალოდ თავისი ძაღლით სეირნობით. გულწრფელად რომ თქვა, ეს კადრები ცოტა გიჟურია. ნახეთ, როგორ აფეთქდებიან ისინი. მე ძალადობრივი არ ყოფილვარ, მაგრამ ყველაფერი რაც მსურს არის გამარჯვების სუფთა დიდება. ხედავთ, ეს უცნაური მეთოდია იმის გასარკვევად, რამდენი ადამიანი უჭერს ისლამს მხარს, უბრალოდ ქუჩაში ძაღლით სიარულით და იმის ყურებით, ვინ როგორ რეაგირებს. ხედავთ, ჩვეულებრივი ადამიანები ასე ძალიან არ აფეთქდებიან, მაგრამ ისლამის მიმდევრებს ეს ნამდვილად არ მოსწონთ. და ეს ცოტა მოდადაც კი იქცა, რასაც უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ, ხო ესეა. ნახეთ ეს მაგალითი. მოდი აქ. მოდი. სადი მიესალმე.
ხედავ ჩვენი საზოგადოების ადამიანები, როგორც წესი, ისე არიან გაზრდილები, რომ ძაღლები უყვართ და მათ დიდად არ ეშინიათ. და ეს არ არის ისეთი შემთხვევა, როცა ძაღლის აბელზე არ არის და მაშინ საშიშია. ძაღლის აბელზეა, მაგრამ მოусმინა, როგორ და რას ფიქრობენ ისინი ძაღლებზე. სალამუ ალეიკუმ ვა რაჰმატულლაჰი ვა ბარაკატუჰ. და რა თქმა უნდა, დღეს შაბათია, როგორც იცით, შიგნით კურთხეულია ყველაზე მოწყალე. ეხლა, როგორც ახლა ხამ ნახეთ, ძაღლობის საინტერესო გზაა იმ ადამიანების ამოსაცნობად, ვინც ისლამს უჭერს მხარს და ვინც არა. მაგრამ შეიძლება იფიქროთ, რომ კარგი ისინი უბრალოდ შეშინებულები არიან და ამიტომ უბრალოდ უკან იხევთ და არ მოყავთ ძაღლები. ეს ნორმალურია. არა. მათ ამისთვის სხვა მიზანი აქვთ. მაშაალლა, იაუმ შამას. ძელი გასეირნება დღეს ყველა ოჯახი გარეთაა, ძაღლებიც გამოყვანილი ყავთ. რა თქმა უნდა, იტალიელები ერთ-ერთი ყველაზე ძაღლმოყვარე ხალხია. ძაღლს ჩვეულებრივ მაღაზიაშიც კი უშვებენ, პრობლემა არ არის. ნებადართულია, ძაღლი ჩვეულებრივად შეიძლება შევიდეს მაღაზიაში. ზოგჯერ შენ ვერ შედიხარ, მაგრამ ძაღლი ჩვეულებრივად შედის. კარგი, ის ამბობს, ნახე, ეს იმდენად მიუღებელია. ყოველთვის არ გვთავენ შესვლას, მაგრამ ძაღლებს უშვებენ. როგორ შეგიძლია შეხედო ამ ძაღლს და იფიქრო, რომ ეს ძაღლი კრიმინალია, ან პრობლემაა, იმიტომ რომ ის უბრალოდ ძალიან საყვარელი და თბილია, ხო ასეა? მაგრამ ისინი მაინც უტევენ ადამიანებს, რომლებსაც ძაღლები ყავთ. ისინი მხოლოდ არ წუწუნებენ ამაზე, რატომ არიან ყველგან ძაღლები. ისინი პირდაპირ უტევენ ადამიანებს ძაღლებით. Chiaki boy, funky bro, Huvanu, pow! Hey! I'm activating it! Oh, you! What the? მაგრამ იცი ამ ყველაფერსო თავი დავანებოთ. გარდა იმისა, რომ აშკარად ეს ვიდეო უბრალოდ გულისამრევი და სამწუხაროა, რომ მოხუც კაცს დაედევნო, დასცინო და მასზე გადაიღო ვიდეოში. ეს გაჩვენებს, რამდენად გონიათ, რომ ყველაფერს დაუსჯელოდ გააკეთებენ. არის ის, თუ რამდენად წარმოუდგენლად საზიზღარია ეს მლიქვნელობა იმ ადამიანების მოძრაობის მიმართ, რომლებიც ძაღლებს სძულთ. და ძაღლები ხო ესეთი საყვარლები არიან ხალხო. მოусმინეთ ამ ქალს. ჩვენ გვაქვს პრობლემა. და სინამდვილეში ეს ბევრ რამეს ეხება, დიახ, ეს ბევრ რამეს ეხება ეროვნულ პარკებსაც, ხალხის იქ მიყვანას და ეროვნული პარკების ყველასთვის ხელმისაწვდომობას. კარგი, ის ცდილობს თქვას, რომ ინგლისში ჩვენი საჯარო სივრცეები ყველასთვის უფრო კომფორტული უნდა გავხადოთ. როგორ ვაპირებთ ამას, ქალბატონო? და ესეთი პრობლემა ძაღლებია. და სინამდვილეში ეს მხოლოდ იმაზე არ არის, რომ ბევრ მუსლიმს ძაღლებთან ურთიერთობა ძალიან უჭირს. ეს ადამიანებზეა. რატომ არ იციან როგორ გააკონტროლონ თავიანთი ძაღლები? ეს არ ეხება ისლამისტებს, რომლებსაც არ უყვართ ძაღლები. არა, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ეს ეხება ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ არ უყვართ ძაღლები. რას ამბობ, ქალო, რაზე ლაპარაკობ საერთოდ? რატომ უჭირთ მუსლიმებს ძაღლებთან ურთიერთობა? იმიტომ რომ ბევრ მათგანს ძაღლები შინაურ ცხოველებად არ ყავს. მათ ყავთ ძაღლები როგორც, მაგრამ ეს არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა ადამიანებს, რომ ძაღლები წაიყვანოს სოფელში, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც არ მოგწონს. ეს ასეა. როგორც ვიცით, ძალიან ბევრი ცუდად აღზრდილი ძაღლია. ამაზე იფიქრეთ, ბიჭებო, დრო გაგვიცურავს. მომდევნო ჯერზე შევხვდებით. პრობლემა გვაქვს. მომდევნო ჯერზე შევხვდებით. ძალიან ბევრი ცუდად მოქცეული ძაღლია. არა, ქალბატონო, ეს არ არის ასე. იცი, ეს ასე არ არის. შეწყვიტე ხალხისთვის ტყუილის თმა და თავის მოჩვენება. თითქოს ამას არაფერი აქვს საერთო ისლამისტებთან, რომლებსაც ძაღლები არ უყვართ. ეს ასეა. და შენ საწოდავი ხარ. შენ უბრალოდ საწოდავი ხარ და ეს ყველაფერი საწოდავია. და გეტყვი, რომ თუ ისევ, თუ არ გაწუხებს ქალები, რომლებიც იძალადებიან გურუების ჯგუფებში და არ გაწუხებს კაცები, რომლებიც იძულებულნი არიან უცნაურ სექსუალურ აქტივობებში ჩაერთონ ახალგაზრდები, მაინც იზრუნე შენს ძაღლებზე, რადგან შენი ძაღლები საყვარლები არიან და დაცვა სჭირდებათ. და იქნებ თუ გადაწყვეტ, რომ აღარ გინდა საყვარელი ძაღლი, არამედ გინდა დიდი ძაღლი, იქნებ ერთ დღეს ის ძაღლი დაგიცავს. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხს.